თუ თქვენი ხასიათი ამ ბოლო პერიოდში გაუარესდა, გახდით უფრო გამოკვეთილად ფოთვარე, მიდრეკილი დეპრესიისკენ, გახდით გაღიზიანებული, ფეთქებადი, იმპულსური, მაშინ ეს ვიდეო შეიძლება სწორედ რომ თქვენთვისაა. დღეს მე გაგაცნობთ Solgaris 5 HTP-ს. ეს არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს 4 ისეთ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის გულებაგაწყობას არეგულირებს. ესენია 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი, მაგნიუმი, ვიტამინი B6 და ასევე ვალერიანი. თითოეულ მათგანი რო განვიხილოთ, რომელი რა შვება. 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი ეს არის ნივთიერება, რომელიც ადამიანის თავის ტვინში გარდაიქმნება ისეთ ნეირომედიატორად, როგორც არის სეროტონინი. რა შვება სეროტონინი? ის ადამიანის გულებაგაწყობას აუმჯობესებს, მიდრეკილებაში ფოთვებისკენ ამცირებს, ძილის ხარისხს ასე უკეთესობისკენ ცვლის. ეს ერთი. მეორე მასში ასევე არის ვალერიანის ექსტრაქტი. ვალერიანი ცნობილი არის იმით, რომ ის არის ანქსიოლიზური. სედაციური საშუალება. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ის არის დამამშვიდებელი და თუ თქვენ გახდით მშფოთვარე, აი ამ მშფოთვის ხარისხს კარგად შეამცირებს. მესამე მხრივ, აქ ასევე არის მაგნიუმის ოქსიდებიც. და ეს მაგნიუმი ადამიანს ეხმარება იმაში, რომ ერთი მხრივ ძილის ხარისხი გაუმჯობესდეს და მეორე მხრივ, აი ეს ხასიათი, რაც ამ ბოლო პერიოდში გახდა დათქმული, ასევე გაუმჯობესდეს. მაგნიუმი ადამიანის თავის ტვინში ნერვული ქსოვილის აგზნებადობას არეგულირებს. და აქ ასევე დამატებული მეოთხედ ვიტამინი B6. ვიტამინი B6 ერთი მხრივ ეხმარება მაგნიუმს, რომ ის ჩვენ ავითვისოთ, ხოლო მეორე მხრივ ეხმარება 5 ჰიდროქსიტრიპტოფანს, რომ ის გარდაიქმნას სეროტონინად. როგორც ხედავთ, ეს შემადგენლობა ადამიანის გულებაგაწყობაზე კარგად აისახება. თუმცა ეს არის საკვები დანამატი და არასაშუალება სამკურნალო, მაგრამ სიფრთხილის ომები აქაც გმართებს. თქვენ არ უნდა მიიღოთ ის, თუ ხართ თქვათ ფეხმძიმედ, ამკვებავთ თქვენს ჩვილს რძით, გარდა ამისა მართოთ ავტომობილს მართვის იმის მიღება რა თქმა უნდა სასურველი არ არის, იმიტომ რომ ბუნებრივია გადუნებთ. გარდა ამისა მის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად, ასევე არ შეიძლება ბიპოლარული დაავადების დროს და თუ თქვენ უკვე სვამთ ანტიდეპრესანტებს, აი მაგ მედიკამენტთა კომბინაციაც ასევე სასურველი არ არის. მარტივად გითხრათ, ის მხოლოდ მაშინ მიიღება, როდესაც თქვენ გაქვთ გულებაგაწყობის მსუბუქი ცვლილება მიდრეკილებაში ფოთვებისკენ ან დეპრესიისკენ, თქვენი ყოველდღიური ფაქტორებიდან გამომდინარე. მის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ძილის წინ. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მიღებული დღეში ორჯერაც. მადლი დაგვრჩებით, თუ ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვუსმენთ და ასევე გავზიარებთ სხვებსაც.